ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 39300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურა კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. აჭრიალდა თული, აი, ტიმობრო ბუჭი. გამარჯობათ მეგობრებო. ახლა გავწერო კარგად. რა ვისო თქვი, როგორ ახართ მეთქი. ღმერთმა კარგად გამოვა, ძალაც კარგად უნდა იყოს, უბრალოდ სამხრივ ის უარი, რა ქვია. კავშირია ეგ არის ცუდი, თუმცა კომენტარებში დაწერეთ, რას აფიქრეთ, ხო? მიდი, ბატონო დავით, ეხლა მოიტანე შენ ძაღლების საჭმელი. ეხლა გავაკეთოთ ჩახონდრილი. აი ხოა, ჩაქინძულის პროგრამა. მაგასაც გავაკეთებ ბატონ თუ გიგარ, მაგრამ ეხლა გავაკეთოთ ისა, ჩახონდრილი. ხონდრით აკეთება საქონლის ხურცი არის ძალიან მაგარი რა. მოიტაკა. დანაგა? ჰა, დანა მაგ. ესა კითხვებსა სვა ბატონო დავით. არ ვიცი, შეიძლება ჯიბეზე არ ქონდეს. ო. შენ გახსოვს შენი ცხოვრების ეგეთი მომენტები რომ მე დანათან არ მქონდა? კი. ეხლა არ დაწყოთ ერთმანეთს. მოდი შენ აქ. ხალხნო, ძაღლებს აჭამეთ ხოლმე რა. ცოდონი არის. მაგრამ მაინც ეხლა მაინც და მაინც რაღაც რისის არა, რისის აშა. ხო რა. თუ გაქვთ 5000 არიანი, 5000 არიანი ჭამი. თუ მარჩენი გაქვს რამე? წამო ეხლა სიტყვაში. თქვენა ჭამით. მიბზანდი ბატონო და. აჰა. უხაკ რა თბილა გემრიელად. მოგლედ მეგობრებო. ეხლა თქვენ ხო ამ ვიდეოს ხედავთ. ჩავჭერით საჭმლის გაკეთების ვიდეო და შუაში ჩავსვათ ჩაის ვიდეოს. ძალიან მაგარი ჩაი გვაქვს. ჯობი არ დაელეო, რაც მაღაზიებში იყიდება ესეთი. ჩაი გვაქვს. აზერ ჩაი. აბა წაიკითხე ზედ რა წელი. აზერ ჩაი. რისია? მანგო. ეს მარწვისა. მარწვი. ეს ის კლასიკურია. მოგეთ ბატონ და 3 წელი ამოიღე და ეგ დამინახე. ჩაი ჯობია რომ დალიოთ უშაქოთ. ამიტომ აი ესეთი რაღაცა გვაქვს. ვერ მოიწვინა ოპერატორმა და ჩააფრინდა ამოიღე. აი ესეთი ორცხობელები ალაგია შიგ. თურქულია რა, თურქებს უყვართ ეგეთი რაღაცა. ეხლა ვიღაცამ დაიწყოს რატო ქართული პროდუქცია არა, ნუ არ არის. გააკეთეთ, ეძახი რაც არის იაფი, იორღა და მომხმარებლისთვის, ჰა? ვარ, ეგ თავისი სიტყვა აქვს მაგას რა. მოდი სამივე გავაკეთოთ ბატონო დავით. ჭურჭლის კომპანია არანაირი არ გვეხმარება, ამიტომ ჩვენ რაც ჩიქა მოხდა ხელში ყველაფერს ვიყენებთ. ამას აღარ დავდეთ რომ. პირველი რომელი გაქვს რა? რა? პირველი რომელი გაქვს? არა, მეშინო, რომელი ნახე. არტყის ასპერ დამილებია. სამი ჯიში ჩაიგო. ეხლა ეს ჩაები დავდოთ და მერე თან დავაგემოვნოთ, დეგუსტაცია გავუკეთოთ. ესა დადე ბატონო დავით, ვერ გახსოვს. შენ გინაცვა. შორიდან უნდა გადაკეთა, კაი. მოიტე ეგ დანა დატოვე, რაც არის დადიაკა. ქარხაშიც? ქარხაშიც. მოგლედ მეგობრებო, მინდა რომ გავათამაშო დანა, გერბერის დანა. ორიც არის გერბერის დანა. ანუ მე გადავწყვიტე რომ გავათამაშო აი ეს გერბერის დანა. მეორე?
ბატონ დავითს აქვს აი ესეთი კონსტრუქციის. ბატონ ვანოს მე გავნეხილავ. მაიცეთ. ბატონ ვანოს თან არის აი ესა. აბა გავშინჯოთ ჯელიბონი. ეს ბატონი დავითისა, ეს არის ბატონი ვანოს. და ეხლა აი ამას უყურეთ. ამას ვათამაშებთ. ეს გადმოგცა კომპანია მე ვიდეოს აღწერაში დავდებ ლინკს, სადაც არის ამდანების ფასები და სულ ყველაფერი. ეს რატო ანთია? რაღაცა საუნთია. ჩავკრო. ეს არის ბატონი, აი ამას ვათამაშებთ. ბატონი კითხვის ნიშანის. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ეს ორიგინალი დანები არ არის. პირდაპირ გეტყვით რა. მაგრამ ხარისხიანი დანებია. ჰა? გასინჯე. რა, მოისა? გემრიელია. დათუნია. აი რა ვლაპარაკობთ, ეხლა კიდე ძალიან ძალიან იღიჭება. მოგრეთ. ჯელიბონი ეგეთია. მოგცა სამი დანა. ერთი ბატონ დავითს მივეცი. ერთი. ვანოს. გინდა ჩემი დანა გავნეხილო? არა, არ გინდა. მოდი რა თვითონ რასაც ვათამაშებთ, მაგაზე ვილაპარაკოთ. დანა არის. აი ესეთი. მოყვება რა? ამაზე რამე ჩამოკიდებული. ტოკები საჭირელი აქვს, აი ამაზე. ტოკები საჭირელი აქვს. ძალიან წასულაჭრი თოკს. დანის გასალესი აქვს, რომ ამაზე. ჩემსაც ეს აქვს აიქ. შესაც მონდა. კიდე რა აქვს? ცეცხლის დასაწყისი. კიდე აქვს, აი ესეთი რაღაცა, მოყვება. ფანარი. ელემენტები თუ დაუჯდა თავიდან ჩასწო და ცეცხლის დასანთები. აი ეს. ამას უკან ჩავდებ. აი ამაზე აქ, ხედავთ ამას. სულ ახალ-ახალია, შეხედეთ, არაფერი ჩამოსული არის, მაგრამ ეხლა ვინც მამას მოიგებს, ის ეკნება, რა ქვია. ჯეკპოტი რომ აღარ ეჭოლოს. აგე? ანუ რავი, თუ ხედავთ რა, არ მინდა რომ ის ამ. ჩემი როგორია? ჩემი გავყურებია. მოკლედ, ამით შეგიძლიათ ცეცხლი დაანთო. ეს შოულებრივად დანა ზემოდან აქ აი ესეთი რაღაცა. ამაზე უნდა გავუსვათ. ყოესი რომ ცეცხლი დაინთოს. საჭიროა რომ გამოწერილი ქონდეთ ჩვენი TikTok-ი და YouTube-ი. ერთი კომენტარი არ დაწერო? ო, ერთი კომენტარი აუცილებლად უნდა დაწეროთ 4 სიტყვიანი რა. თუ 1 სიტყვიანი, 2 სიტყვიანი შევა. მინიმუმ 4 სიტყვა უნდა იყოს რა. არ გაგვინო დანარჩენი რადგან დაწერთ. აი ეს დანა გელოდებათ გამარჯვებულს. ამერც მშვიდობაში მოგახმაროთ. თუ იმეს კიდვა მოგინდათ, ლინკი დევს. ესენი ორიგინალები ღირს ძალიან ძვირი და კიდე ერთ რამეს ვიტყვი რა, რო თქვა რომ არიქა ძალიან განსხვავდება, თუ მოყვარულები ხართ, უბრალოდ ტყეში დადიხართ. ძალიან კარგად გამოგადგებათ აი ესეთი ხარისხის დანაც. ბატონო დავით, შენი დანა შეინახე. მოკლედ გერბერი გელოდებათ. ვინც გაიმარჯვებს? და კიდე სასტენი მოყვება აი მაგას მოყვება, იმას არა. იმას არა. შენსაც მოყვება. ანუ ვინც გაიმარჯვებს ერთი კვირის განმავლობაში შემოგვეხმენოს, თორემ მე ჩაივლის პაისა რა ქვია. ჩაივლის წყალი. და მე სხვას გადავცემთ. აი ეს არის მანგოს ჩაი. ფერი მიიღო რაღაცა. შენ გაგისინჯავს მანგოს ჩაი? არა, პირველად ასულ დიდას ფიცაო, როგორ მართლა. მეც ვერ გამისინჯავს ის. ხას მოწითალო ფერი მიიღო და მარი? ეს არის მანგო. ბატონო დავით. მართლა მანგოს გემო აქვს. ჩაის გემო ბოლოში გაყვება, თავიდან მანგოს იმოდის. ვერ გავუკეთე. აი ეს დადე რა, მაინც ადამიანს. ჩაი გასინჯი. ეს არის მარწყვი. ამა მარწყვი. მაგაში შაქარი არ არის და კოშმაში არ ჩავა. არა უშავს. ამას გამოკვეთილი მარწყვის გემო. მომწყარი. აი და მია. ძალიან გემრიელი. მე გემოს ვერ გავუკეთე.
სიტყვობას მისცემს. ეს არის კლასიკური. ხო, ბაჭო, გემოაკაკა. აუ, ამაში შუაში რაღაცა კრემიანი რამეა ეს. ნამსხარი ჩაგვიჭე. ვიცი. ვიცი რა. წაგან გავშევჭამე და გევლები. სამივე არის კიდე ერთხელ ვთქვი რა. აზერბაიჯანელებს ესმით თურქებსაც და შუა აზიაში საერთოდ ჩაის ამბავი. ჩვენ გვესმის ღვინო. როგორც ჩვენ ღვინოში ვერ ყვევით, ერთი ისე კითხვა. ჩვენი მოზმი ლუდი აზერბაიჯანი. ეგვიპტელებისაა, ხო? ეგვიპტელებმა მოიგონეს. არა. ლუდი მოიგონეს შუმერებმა. ანუ პირველი ალკოჰოლის სასმელი იყო ლუდი. მერე ღვინო და მერე უკვე არაყი. არაყი დიდი ხანი არ არის მოიგონეს. არაბულად ოფლს ანიშნავს. აი გეშინა. აი მასე არის შიგნით რაღაცა ოფლი მწარეა. კრემიანი, ჰა? ოფლი მწარეა. არა. აი გამოსინჯება. გამიდი. არაფერი იმაზე სამოვიდეთ ტყეში. ნამცხვარსა და ჩაისენ. აი ეს ჩაკვიშ და მერე მიაყოლეს. ჩავ, მოგეჭამ. ხო მაგარია. გემრიელია ყველა. მოკლედ, წარმატებას უსურვებ, ვინც გაიმარჯვებს და მოიგებს აი ამ შვენიერ გერბერის დანას. გემრიელად თბილა. ამ ზაღლების საჭმელის იმას შევამდებ აქ. შეგდი დავადე. მაშასე მეგობრებო. აი ესეთი. ო, დავად. მე დავარ. შენ დავად. დღეიდან მე დავარდებს. თუ მოახერხებ მინდია, ჩვენი მილიტარისტული შანდალი ავადოთ. მაგას სიტყვას ვერ სასული ხალხის მილიტარიზმი არის თხილად. ხედავ რაზა კიდე თვითონ არა უშავს რა, გაწაფვა გინდა. ბავშვი ვარ. ბავშვი როგორ იმას ანიშნავს, რომ უგონო ხარ, გაიგე? აი ნახე რამდენი ხანი უნდა ნელა. აჩქარები და სოფელი არავის მოუჭამია. კაი. აი ეს შვენიერი საქონის ხორცის ნაჭერი ნიკოზიასთან ვიყიდეთ აწყურის ოსომერში. თბილისში როცა ვართ, სუიქა ვყიდულობთ ხოლმე ხორცს. ეს რატომ გაჩაქვე? ეგ ჩამქრალი უნდა იყოს. სანამ ამის გაკეთებას დავიწყებ, რაღაცა მინდა გაჩვენოთ რა. რა არის? 3D პრინტი, აი ესეთი რაღაცა შეხედეთ. ქართული კომპანიაა, ბატონო დავით. ამის ლინკს მე და პრინტავენ, რასაც გინდა, აი ძალიან რთული რაღაცა რომ მიცეთ, წარმოიდგინე ახლა მე თქვენ განახებთ, გაჩვენ. მოდი ხელთათმანებს გავიხდი რა. ხორცი ხო არა? არა, ხორცი შეხედეთ. რა ლამაზია. აი ეს შეღებილიც მაგრა არის. აი ესეთი რაღაცა სულ არის 5 სანტიმეტრი რა. კლასიკა ეგრეა. ეს შენ გამოგიგზავნეს ბატონო დავით. ვა. ეს ანახეთ. სკოლაში გავმარიაში. ეს არის საკოლექციო რა. ეს იპრინტება ნაწილ-ნაწილ ყველა დეტალი. და მერე იწყობა და იღებება, იტადე. და რა ხანო თქვენო იარაღის განხილვა ხართო. ჩვენ იარაღს განვიხარავთ სულ და 1600 ვიდეოდის ჩვენ მეორე არხზე. რომელსაც ჯერ არ აყავს არ სპონსორი, არც არავინ. და 30000-დანაც ვერ ავედით, ხო? ვისაც გული შეთქივოთ იმ არხში, შებძანდით, უყურეთ, გამოიწერეთ და ასე შემდეგ. არის აი ესეთი რაღაცა. ლულას მე არ დაუყენებ, იმიტომ რომ პარაბელუმს გავს. კი არ გავს პარაბელუმია. აი ესეთი რაღაცაა. ამას ეხლა უცებ დავში. არა, ბიჭო, ამათ რაჭით არ ვიცი ამ რა ქვია. გადაგვეკიდნენ რა. იარასო ხედავ გინდა სათამაშო იყოს, იძახიან რომ ის არისო რა ქვია. იარაღის რეკლამაო. კაი, ლულა მოხსენი. ამას შეხედეთ დეტალიზაციას რა. ეს მოძრაობს. აი ეს რომ მოძრაობს, როგორც ნამდვილ იარაღში ეს უკან გადის, გამოდის. კიდე რამე არ შვება. ეს მუშაობს, წველი.
და ყველაზე მაგარია რომ ჭიდიც ამოდის. ანუ ეს ყველაფერი დეტალი არის ცალ-ცალკე ძალიან მაგარია. დაპრინტული და მილიმეტრებში აწყობილი რა. იმედია ბანს არ დაგოდებენ. მოკლედ ლულით დავიჭე რომ აი იმის არ იყოს რა. ასოციაცია რომ იარაღი მიჭიროს. თორე რა ვიცი ამათი ის იმაში. აი ესეთი მაგარი დეტალიზაცია სასწაული. ეს არის გაკეთებული ერთი-ერთში რა, თვითონ ეს. შეიძლება სიტყვა. და მე ამას უფრო კარგად დაგოთოლეთ მეორე არხზე. იმათ ისე მოუგვარე საქმე რომ მეორეზე იარასოდებ, ალგორითმი არ ამბლოკავს. იმიტომაც გავყავი არხი რომ ამ არხს რავი რატო ვიღაცემა დამარეპორტეს იარაღს აყიდიო მომწერეს და აქ იარაღს ვეღარ ვაჩენ. თორე ჩემი ახირება კი არის არ მიჩემნი ერთი არხი მქონდეს 9 არა არ გამოდის. აი ამას ამ დაპრინტულს ხო მე გაჩვენებთ ყურადღება მიაქციეთ მეორეას ქვია ზურა კვანჭახაძე იარაღის განხილვა და იმას მიაქციეთ ყურადღება. სამწუხაროდ ხალხს საჭმელი უყურს ვიდრე იარაღი. საჭმელი სუგჭიდება და იარაღი ხან ჭიდება ხან არა. და იარაღით მოიპოვებ საჭმელს. თუ დანაგა კიდე რა გაქვს ესე იგი? თოქწყალ. არა. თუ დანაგა ესე იგი პურიც აქვს. ეგ მე არ უყურეთ. ბატონო დავით. იარაღს თავის ადგილი აქვს, ჭამას თავის ადგილი აქვს, ხო ეგრეა? მოკლედ აი ესეთი შესანიშნავი ნიკო ძიას მოცემული ხორცი გვაქვს. აი ეს ზემოდან უნდა გაძრებს, გაიგე ბატონო დავით. იმიტომ რომ ჩვენ ეს არაფერში არ გვჭირდება რა. ეხლა მე ამას გავაცლი. დავიწყებ დაჭას, მე გაჩვენებთ. ამას კაი დრო უნდა ზუსტად და რაღაც თელი ამბავი რა და იმას გეტყვით კიდე რომ ჩვენი სპონსორია USA თუ ჯორჯია. ძალიან მაგრა გვეხმარება რა, თითქმის ყველაფერი მაგ კომპანიის მოცემულია და კიდე აი ძალიან მაგრა გვერდზე გვიდგა რა. და ფორდილერი. აი, ეხლა ამას დავაცლი მე და მე შემოგვიხრი. საიტიდან შე რაღაცა არის. გაგისინჯავს ეს? ჰა? გაგისინჯავს. მოკლედ მეგობრებო, ძვალი და რამე არ უნდა გქონდე ჩაქონტრილის რა და კიდე ძვლების დამტრები და რაღაცები. აი ესეთი ხორცი უნდა იყოს რა. ძვლის garaში ხორცი კარგია. არა რა არის, იცი ჩაქონტრილს. ჩაქონტრილი არ გამისინჯო. რო არ გაგისინჯავთ, ეხლა ზუსტად ის რომ მოსულა რო გასინჯო. აიგე? უყურეთ, აი მას ესე აიღებთ. რო გავსინჯავ სულ ჩავფიქრე. ჰა? პირველად ხო სინჯავ. იცი რა უნდა თქვა, ხახლე მახლე. ეგ რა არის? რავი, ერთმა მითხრა რა და მეუთხარი ეგ მეთქი არ არის, რა ვიცი, რაღაც ისეთი მე არ მაინტერესებს, სულ ჩავფიქრე. ო და არა რო ჩაიფიქრებ, ხახლე მახლე უნდა თქვაო. თქვა და მე ხახლე მახლე? არა, ის არა ქრისტიანულ რაღაცა იყო, შეიძლება წარმართული მითხრა, არ ვიცი. ჩაის ახალ რაღაცას რო აკეთებ, ყოველთვის ჩაიფიქრე ხოლმე რა. ხო და ელექტრონიკა. აი კლასიკურ, აი მხელა ნაჭრებად უნდა დაიჭრას რა. ამაზე წულად რაღაც არ დაჭრათ. აი ესე, აი ეს დარჩა. ეხლა ეს შუაზე რატო გავჭირი? შეხედეთ შუაში აი ესეთი ის აქვს, რა ქვია, აი აქ ხედავთ? ეგ არ უნდა მოაჭრა. ეს ხო სქელია, შუაზე გაჭერით, რომ ეს შიგნით არ მოყვეს ხორცით. მოყვეს გვერდზე, თუ ვერ ააჭრით, არა უშავს, აი ესეთ მდგომარეობაში. ეხლა ამას მე შუაზე გავჭრი და შეხედეთ. ამას ყურადღება მიაქციეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შიგნით ხორცი არ მოყვეს. გარედან იყოს, ეს არის ქონივით რაღაცა და მოიბრაწება და ამას მაინც ის იქნება, რა ქვია. მაინც შეიწვება რა, გემრილა და თუ შუაში მოყვა. გემო არ ექნება და კარგად დაიბრაწება. ეხლა ამას სულ ესე დავჭრი, ზოლებად, აი ესეთ ნაჭრებად ვაქცევ და მე გაჩვენეთ რა უნდა გავაკეთო. მოკლედ მეგობრებო, ხორცი დავჭერი სუნთლიანად, აი ესეთ ნაწილებად რა. ხო, კიდე რა უნდა, აი ესენი ძალიან მაგარი ფიგურებია. და ადამიანებს მე ამის იმას რა ქვია, ლინკს დავდებ ამ არხის აღწერაში. შედით ნახეთ სასწაულო შეიძლება რა ვიცი, მანქანაზე გაგიტყეს პლასმასის დეტალი, ან რამე გინდა დაამზადოთ რა. მე გავუცი ისე სასწაული ის რა ქვია. ვარსკვლავი ომები ჯავშანი გააკეთეს, თლიანად დაბეჭდეს, ასე რომ ძალიან მაგრები არიან რა. შენტანის. მიორ მეგონა რომ საქართველოში ხო არა, ნუ თან პრინტერზე ბეჭდავენ. მოკლედ ეს გაცხილდა. დაფა. კი არა და აი რა ბოლია უშვა. ბოლი თუ ბატონო დავით.
ბოლი თუ ორთქლი. და ზეთი დავასხათ ცოტა. ბლომად. აფარი გაცხელებული. და ხორცს დაუყრით ზეთ. ოღონდ უყურეთ რომ ოდნავ შეიბრატოს რა. ხორცმა წყალი არ უნდა გაუშვას. აი ესე. და დავაფარებ ამას ამიტომ. ეხლა ამას დავაფარე და უყურეთ რომ წყალი არ გაუშვას და თვითონ არის აქნას, რა ქვია. შეწვა არ დაიწყოს ხორცმა, იმიტომ რომ მერე სხვა რამეში და მოიჩვენოს. უბრალოდ ჩავყრით და ვაცდით რომ ისქნას, რა ქვია. მოიბრაწოს, მეტი არაფერი. აი ეხლა ხო ჩავყარ და გაჩვენებ როგორ უნდა იყოს მობრაწული. აი ესე, ნახევრად ჩაითუშა, ნახევრად მოიხარშა. ოღონდ მთლიანად არ უნდა მოიხარშოს რა. და ეს ხორცი უნდა ამოიღოთ აქეთ. და შევჭამოთ? შევჭამოთ? არ არის გაკეთებული ჯერ ეს. ამას კიდე კაი შენ ჩაქონდრის ნუ ეხუმრები რა. ეგ არის ერთ-ერთი უგემრიელესი ჩაქაფულს გავს. რა. ჯერ ხომ უნდა შეწვა, მერე უნდა მოხარშო. უნდა მოხარშო მერე. ეს არის ჩაქონდრილი, არანაირი ჩაქაფული. ჩაქაფულს მე დიდ პატივს ავწე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც შენ გონია. დაიგე? შენ რა იცი რა მგონია? შენ რა იცი რა მგონია? დავი რახან ჩაქაფულს ახსენებ, ესე იგი რაღაცები გგონია. ხო და რა შენ რა იცი რა მგონია? კარგი. ხორცი ამოვიღე და იგივე ტაფაში, იგივე მის წვენში ჩავყარი ხახვი. ხახვი ვანოს არ დანანებია, მაგრამ ბლომად ხახვი უნდა. ეხლა ეს წვენს გავუშვი და დაკარამელიზირდება. რას იცავს? დაკარამელიზებას ეძახიან. ხო ეხლა ეს თეთრი. ეხლა ესო დაიწובה, ნუ დაიწובה როგორ შეიწובה. თუ ესეთ ღუმელზე აკეთებ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეხლა მე ამ ღუმელს ხო ვერ ჩაუწევთ ეს და ვერ სამოწევ. სულ აქ ერთი ტემპერატურა, ერთადერთია თუ აქ ცეცხლია რა. ეს უცებვე იმას იზავს, რა ქვია. მოგეთ ხალხი უნდა მოსუსხოთ რა. ამაზე ჩვენ შეგვიძლია კიდე ცოტა ზეთი დავასხოთ. იმიტომ რომ ხორცი იყო ქონის გარეშე რა. რომ მოვედით გაყინული იყო, ხო? ზეთი. ო, ზეთი გაყინული დახვდა. ძალიან ბევრიც არ უნდა რომ აი კარგად გემრიელად მოიშუშოს რა. გარეთ აჩვენე ვანო რა ყინვამ დაარტყა იმის დედაო, ჰა? ეს უმია? რა არის? ხორცი. უმი არა, ნახევრად გაკეთებული. ანუ რა შეჭამო არაფერი არ მოგივა? ნახევრად გაკეთებული ხორცი? შეიძლება კუჭი აგიშო. ცოტა რო ჭამო. მთლიანად კი არა, ეხლა ერთი ნაჭერი. დაიწყე ჭამო და ნახავ რა. მოწამეთ არ მოიწამეთ. საერთოდ თუ ვიღაცა ბავშვი ჩაგაფრინა, მით უმეტეს შენი, ხო? უნდა უთხრა რომ მიდი სვილოს წადე, რახან შენი არ ეყურება, არ ესმის რა შეუგუნა. ახელი დაიწვას, არა უშავს, ცოტ-ცოტა თავისი გამოცდილება დააგროვოს რა. ვერ კობიჩო. ვერ ჩაკვიჩავ, ქვასავით იქნება და. არა, ქვასავით, ბრბილია, უბრალოდ ვერ მოგეჩო. ვერ კვიჩავ, იმიტომ რომ არის მაგარი, დადე გაუკეთებელია რა. მოუხარშავ და მე რეკი. აი ხელამ როგორი სუნი გაუშვა. ბატონ დავი, შენ რაღაცა ხშია როგორც გატყობ, ჰა? არა უშავს. ხალხი უნდა იყოს ბლომა და ჩაქონდრის ვაკეთებ პირველ რიგში. მოდი ახლა ამის განვიხილოთ, სანამ მიდის ეგ ამბავი რა. ნიორია, აი ეს ბევრი რაცა ჩანს ზოლად, სქლად. ეს არის კონდარი. ეს არის წითელი, ეს პაპრიკა არის, ეს უცხო სუნი. მაგ ჩაქონდრილი? აბა რა, კონდრით აკეთება, კონდარს აქ. ჩაქონდრილი გემო. ხელი ნახე, ხელზე და დაიყა და გემო გავუშე. ნახე როგორ სპეციფიკური სუნი და გემო. აი ეს დაგჭირდებათ აუცილებლად. რა მოვშოთ გაცვლაში შემივართ. ცხვირით ჩაი კონდრე. დაქვე ბროწეული და დაჭეჭყილი ციცაკა. ოღონდ არა დაფხული, უნდა იყოს დაჭეჭყილი. ეგ მერე უნდა გაუკეთოთ რა.
აი ესე მდგომარეობაში მივიყვანე ხალხი. მიაქციეთ ყურადღება, ამას ჯერ კიდე უთქლიაზეს კი ხოხში. ის არის. ჩაიდაზე გამახსენდა ჩაის. ანუ სადაურია. აი ჩაის სადაური. ჩინური. ჩინური. აბარა, სოფლიოში ჩაი ჩინეთიდან გავცეთა. თავარის კი არ არის ვინ გააკეთა. თავარია მე ვინ გამოიყენა. აი ესე. ამას ეხლა კარგად აუღე და მარილის მოვაყრე. ამოცი ეს გავმართვი. ეგ ბევრი ხო არ მოგივიდა? არა, არ მომივიდა. აი ესე ხო. მომიც ეხლა ეს ერთმანეთში გადაურიო. მარილი. მოვაყარე და აი ეხლა თავარი მომენტი აქ აღარ ეს არ ჩააყარე ვიცი უყურე აი ეს დაღერღილი სიმინდი ეს სიმინდი ვიქაცო წიწაკ არ მოყავ აი ეს გაუშვით ნიორი კონდარი პაპრიკა და უცხოსუნელი ეს ნახეთ რამდენია ძალიან ბევრია რა თუ არა უშავს ეხლა ცოტა ხო გადმოიყარა არა უშავს აჰა ესე ეს გამომართვი ბატონო დავით და ამას აურევთ ოხრასუნი გაუშვი ამას აურევთ ესე ნუ ეფარები ბოლო შენ მოდი აქეთ ხარეს აი აქეთ მოდი ან მიერა ო აი ეს აი ეს აი მე ეხლა გამოშრა ესა დაღერგილი წიწაკა გავჭახე ჰა დაღერგილი წიწაკა გავჭახე აი ეს ეხლა ცოტა ხანი დავაცადოთ ამას ესე სულ 1-3-4 წუთი უნდა რომ ამასთან ერთად შეწვა დაიწყოს ბატონო დავით აი ეს ღვინიჩი გამოიტა და ნელ-ნელა ჩაასხე ამაში ეს მოასხი ზემოდან მიდი მიუში დააღარე გადაატრიალე ჭიქა აი ეს ასენტე დაგეთ აი ახლა ღვინო ხო ჩავასხი რო დასველდა კიდე უფრო კარგად გადაირევა და ღვინოში დაიწყებს უკვე ჩათუშვას ეს გამო რაღაცა ხონდარმა თავისი გემოის მიცა უკვე რა ფერი ხომწვანე იყო და ნახეთ რა ფერზე დასვა ეხლა ამას დავაფაროთ ბატონო დავით და ვაცადოთ კიდე ერთი კიდე ესეთი რაღაც გავაკეთოთ რა ბა ასეთი ის გავაკეთოთ რომ გამოიცან მე და შენ უნდა გამოვიცანოთ და ყოველი კულინარიული ვიდეოს რამდენი ნახვა დაახლოებით რამდენი ნახვა ექნება კიდე ეგეთი რამე გავაკეთოთ აი რამდენი ნახვა ექნება ამ ვიდეოს 16000 16 მე ვიძახი 20 15 ექნება შენ მოიგე 20 ზემოთ იქნება მე მოიგე კაი ნახოთ აბა როგორ მოხდება ნახოთ всё ამას ეხლა დალოდების მეტი არაფერი არ უნდა აი ეს всё გაკეთებოდა გაჩვენოთ აბა რა გამოვიდა ბატონო დავით კონდრის სუნი თუ გეცა აი დაიმახსოვრე აი ეს სუნი აქ კონდარს და ჩაქონდრილი არის სულ სხვა რაღაცა რა ქართულ კულინარიაში მე კონდარი დავმასწორე კონდათი იმას დაღერღილი წიწაკა მოვაპნიოთ ზემოდან აი ესე უყურეთ რომ ამას ბევრი წვენი არ უნდა მაგრამ ცოტა წვენიც არ უნდა კონდეს აი ესე როგორც არის ჩაჭიპჭიპებული ხომ შეგიძლიათ რომ ისქნას რა ქვია თან ნახეთ ღვინის წვენში ეს ყველაფერი ხომ მოიხარშა ეხლა ამას მოვაყრი ზემოდან ბროწეულს ბატონო ეს სუფრებზე დევს ხოლმე მგონი სუფრებზე აბა გზაზაგეფენილი მიას არ მინახია და გონი მარტო სუფრებზე დევს ხოლმე აი ესე მოვაყრი ზემოდან საჭმელი აი მეტი შეჭამე yes აჰა ამას უნდა ეხლა სულ რამოდენიმე წუთი და მზად იქნება ეხლა ამ ღვინის ორთქლში მოიხარშება სულ ყველაფერი
ხალხი თითქმის ჩაიშალა. კონდარმა თავის საქმე ქნა, ეხლა წიწაკას თავის ამბებს შეიტანს. ყველაფერს შეიწოს ხურცი, გახდება წვნიანი და გემრიელი. თან ისეთი რაღაცას შეიძლება რომ პური ჩააწოდა. მამა გამასინჯე. ისე შემომთავაზე რა. ჩვენიერი. ის ყველაზე ბევრი ჯიშის პროცეული სად იზრდება? თურქეთში. არა, აზერბაიჯანში 75-ნაირი ჯიში არსებობს. სამ წუთში დავბრუნდი და ვნახოთ რა გამოვიდა. რაღაც ხმები არ არის. რა ხმები უნდა იყოს, ბატონ დავით გაიწე იქით. შიშხინის. ამას არაფერი შიშვინი. ეს აჰა. მაგარსული. ესეც ჩვენი ჩაქონდრილი. ბატონო დავით. დავიყენოთ ახლა ჩვენ ჩაქონდრილი. კერძის შემოგთავაზე პურს. პურს გადაწეხე მაშინ და ისე მომაწუთე. გეთაყვა. ყვა. რავი რა, შენ ყვა დაიტოვე, თუ გინდა როგორც გინდა. მე ყვას პროვოკაციულ შეკითხებს ნუმისვა. ავიღებ და რბილს ეს მოგეწევ. სასირეთის ღვინოა, კასპის რაიონში არის ეგეთ სოფელი. მამა სოფელმა გამოზარდა გენერალი მაზნიაშვილი. ჩემ კლასელებს ზოგს ვკითხე და სამწუხაროდ გენერალი მაზნიაშვილი არ იცით ვინ არის. შენ კლასელებს ეპატიებათ, იმიტომ რომ პატარები არიან, მაგრამ იმათ მშობლებს არ ეპატიება, ვინც არ უთხრა ვინ იყო. შეიძლება ბავშვს არ გაუჩნდა ისეთი კითხვა, ვინ იყო გიორგი მაზნიაშვილი. არის თუ არის ეს? ბიჭო, თუ არ იცის რაიდან გაუჩნდება. დასტოვეს არაფერს თქვენი საუბარი. ეს არის შენ. მოდი პურზე დაგიდებ მე შენ აი ამას. რომელი აი. ნიშნული. აი მას შეხედე. ვენი. აიცა დანით გაგიჭრი. სამწუხაროდ თებშები არ აქვს. ჯერჯერობით. მაგრამ გრძილებით უღეჭავ ხო იცი? გამოღამებული გაქვს. გახსოვს სოფელში რომ ვიღაც პაპა რო იყო, რო გარდაიცვალა, ვაშლო გრძილებით ჭამდა. კბილები არ აქვს უნდა შელოდა. ღმერთმა თქვა თუ კბილები არ აქვს, გრძილებითა ჭამდა. თან ყვახე. მოდი რა გავსინჯო რა. ნაზი ხურცი აქვს და ესეთი მაგარი რამე ამე არა. აი რა გითხრათ რა. ესეთი გემოსაჭმელი თან ნახეთ ეს არ ჩაიშალა. გეფერება რაღაც რა. შეგრინა ხო? კაი. ნაიცა, მაგარია. მაგარა როწეული მაიცა. ახლო მოიწανε. ნაუში. შეგხვდა თავგადაბარული ვარ. აკედანაც კამერა თავი რა გული გამისკებით ეს ხაჭალი კაცი ვინ არის? ისო ხოი დავიფარე. აჰა. ავეგ მეც უნდა გავსინჯო რა ბატონო დავით რა. აბა. ეს ხორსა ვანო რა მგედან ეს ვიფატება. კაი. ჩვენ ჭამას მას ხალხს ვარ ვაყურებინებთ. სადერდელოს გეტყვი. ორი მოიტეხე, ჩააწვი და გაიმზადე. ჯერ არასრულწლოვანი ხარ, ასე რომ მაგრამ მოყუდება არ დაგალევინებ. კაი. ეგ მიეჩვი ღვინის გემოს. ბატონო დავით, მოდი აი მჭირით. ზდილობიან კაც გაუმარჯოს. ამინ. უზდელობა ყოველთვის არის ცუდი და საძაგლობა. გინებას რა უნდა, არაფერი არ უნდა. ხო? პირის ამყრალებას არაფერი არ უნდა. როცა არ შეიგინები, ან საზოგადოებაში შეგინება როგორ შეიძლება. ყველა ზდილობიან ადამიანს გაუმარჯოს, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ქართულ ენას არ აბილწავს. ზდილობიან ხალხს გაუმარჯოს. ამინ. უზდილად არასოდეს არ მოიცე ცხოვრებაში. საერთოდ. იმიტომ რომ შენ თუ უზდილად მოიქეზე ცუდი სიტყვები თქვი და ასე შემდეგ. მერე ჩემზე იტყვია რომ ვინ გაზარდაო. ყოველთვის უცო ტიპი თუ იგინება, მით უმეტეს სახალხოდ. ის ნორმალურ ოჯახში გაზრდილი არ არის. აი გეშინა.
გაუმარჯოს დილობიან ხალხს და დილობას გაუმარჯოს ზოგადად ქვეყანაზე. გაგიმარჯოს დილობიანო ხალხო, გენდას ვალთ მაგ არ აღიან თავში. ამინ. მაგარი გონია. სანამ რუსები არ შემოვიდნენ საქართველოში. ქართველებმა გინება არ იცოდეთ. ყველა ცუდი სიტყვა იყო. დამპალი და კაცისთვის გეთქვა დიაცი ხარ თქო. დამთავრდა. ქალი ხარ რა. ოღონდ კაცისთვის და ქალებს დედაკაცებს ეძახდნენ. აი გეშინა. ქალი იყო და აი როგორც განკაცდა დედაკაცი. მოკლედ მაგაზე მე ვილაპარაკობ. ამით დავამთავროთ. გააკეთეთ ძალიან გებრიელი. ჩაქონდრილი, გასინჯეთ. არის უგემრიელესი საჭმელი, ოღონდ ჰალალად ვიძახი რა. კარგად ბრძანდებოდეთ. ვისაც ქონები არ გიყვართ? კაი. კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე.